Hashem daglots. Სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისა. დღევანდელ სახარებაში ამოვიკითხეთ სიტყვები, რომელიც განსაკუთრებულად ხდება ხოლმე ადამიანთა გულებს, ალბათ თქვენს გულებსაც ესე ხდება, როცა ეს საკითხავი იკითხება. განსაკუთრებულად მსახურების დროს, წირვის დროს. ეს სიტყვები ასე ჟღერს დაახლოებით. არიან ვინმე აქამ მდგომარენი, რომელთა არ აიხილონ გემო სიკვდილისა, ბედრე არ იხილავენ ძე კაცს, ძე ღმერთს, განკაცებული იესოს, მომავალს, თავისი დიდებით. და ეს სიტყვები, რა თქმა უნდა, მოციქულთა დროს არის ნათქვამი და თავისთავად ცხადია, რომ პირდაპირ გაგებით არ ნიშნავდა, რომ ისინი თქვათ უშუალოდ უფლის დიდების დაბრუნებას დაესწრებოდნენ. უпростоრად, როგორც პავლე მოციქული გვასწავლით, ჩვენ ყველანი დავესწრებით გარდაცვლილების აღდგებით და დავესწრებით უფლის დიდების დაბრუნებას, როგორც პავლე მოციქული ამბობს, როგორც დიდ საიდუმლოებას ღვთისაგან გამოცხადებულს გვიმხელს, მაგრამ პირდაპირ გაგებით ესე იგი ისინი ამ დროს არ ცხოვრობდნენ. არიან ვინმე აქამ მდგომარენი. და როგორც მოციქულები განმარტავენ, წმინდა მამები განმარტავენ და ჩვენ კონტექსტიდანაც ხედავთ, სწორედ აი ამ სიტყვების მერე ის ფერისცვალების განსაკუთრებული სასწაული ხდება, სადაც ნათლისღების არ იყოს, ესეც არის გამოცხადება ყოვლადწმინდა სამებისა და სადაც მოციქულებმა იხილეს ღმერთი თავის დიდებაში, ამ შემთხვევაში ყოვლადწმინდა სამება მამის ხმა ესმოდათ, ღრუბელი აგრილოვდა და რომელიც იყო ყოფობა მადლისა სულიწმინდისა და ძე ღმერთი კიდევ თავის ღვთაებრივ ბუნებას ავლენდა იმ თაბორისეული, ანუ ხელთუქმნელი ნათლის სახით. და ეს იმას ნიშნავს, რომ და რადგან ყველაფერი ჩვენთვის ამოძღვრებლად დაიწერა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს სიტყვები ტყუილად არ მოქმედებს ჩვენზე. რაღაც განსაკუთრებულად. იმიტომ რომ ყოველთვის როცა წმინდა წერილს ვკითხულობთ და მით უმეტეს როცა წმინდა წერილი იკითხება ამბიონიდან, ადამიანი ყოველთვის მას განსაკუთრებულად აღიქვავს საღვთო მადლის განსაკუთრებული ზემოქმედება ამ დროს და ძალიან ხშირად ყოფილა ალბათ თქვენს გქონიათ ესეთი შემთხვევები, როდესაც ისეთი სიღრმეები გახსნილა წმინდა წერილისა თქვენთვის, რომელიც ადრე არ შეგიმჩნევიათ ამა თუ იმ მუხლის აღმოკითხვისას და გახსნილა სწორედ მსახურების დროს. ჩვენ ეკლესიის ისტორიაში ბევრი მაგალითი ვიცით, როცა ადამიანთა ცხოვრება დიამეტრალურად შეიცვალა, როცა ისინი სახარებას ისმენდნენ ტაძარში და ეს არ არის ერთი და მარტო ანტონი დიდის შემთხვევა არ არის და ერთი და ორი შემთხვევა არ არის, ბევრი ესეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სწორედ ღვთის სიტყვა მოусმენიათ, რაღაც განსაკუთრებულად ჩავარდნიათ გულში რომელიმე ფრაზა და მთელი ცხოვრება შეცვლილა. ასე რომ ჩვენ ბევრჯერ დაგხმარებია სწორედ წმინდა წერილის კითხვის, წმინდა წერილის მოსმენა ეკლესიაში და ეს სიტყვები კიდევ ყოველთვის ძლიერად მოქმედებს, იმიტომ რომ აი ეს სიტყვები არიან ვინმე აქამ მდგომარენი, ყოველთვის რა თქმა უნდა ფიქრობს ადამიანი, რომ ვინ აქამ მდგომარენი, იმიტომ რომ ეს ხო ჩვენთვის იკითხება, საღვთო მადლი, ეკლესია ხო ქრისტეს სხეულია, ჩვენ ხო ქრისტეს სხეულში ვიმყოფებით, ახლა ქრისტეს სხეულის ნაწილნი ვარ, ეს ხო ეკლესია მით უმეტეს ევქარისტიულ მსახურებას გულისხმობს, ეს ხო სასუფეველია, ეს ხო მარადიული სამყოფელია უფლისა, ხო? ეს ხო არ არის ჩვეულებრივი მიწიერი გარემო და აი ამ დროს როცა გესმის ეს სიტყვები ბუნებრივია, რომ გექნება ეს, გექმნება ეს განცდა, რომ კითხვა, რომ ვინ და ეგების ფიქრობს ადამიანი ეგების მეც ცოტა ძნელი სათქმელია. იმიტომ რომ აქ საუბარი იმაზეა, რომ ჩვენ ღვაწლი გვაქვს ასე თუ ისე. ჩვენ ვიბრძვით ჩვენ ბევრ წინააღმდეგობას ვლახავთ ხოლმე ან მარცხნებით, მაგრამ მე ისევ წამოვდგებით. იოლი არ არის, ხო, კაცმა რო თქვას. ჩვენთვის იოლია ალბათ, ჩვენთვის გაცილებით რთულია, რომ მოდუნებულები ვიყოთ და სიზარმაცეში და ცოდვაში ჩაფლულები უღმერთოთ ცხოვრება ჩვენთვის მე იმედი მაქვს, მადლობა ღმერთს,
ეხლა გაცილებით უფრო რთულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ცხოვრებაც ესე იოლი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ მებრძოლნი ვარ და სულ ვიბრძვით და არასოდეს არ იქნება ის, რომ აღარ იქნება საჭირო ბრძოლა, უკანასკნელ აღმოფშვინამდე ესე უნდა ვიყოთ და ბუნებრივია, რომ ასეთ დროს გაქვს რაღაცნაირად სურვილიც ადამიანურია ეს, მით უმეტეს უფალი გეუბნება არიან ვინმე აქა მდგომარენი, აი ჩვენ გვეხება ეს, რომლებიც არ იხილავენ გემოს სიკვდილის, გემოს მანამდე, სანამ არ ნახავენ ღვთის დიდებას. აი ეს ღმერთი რომ მოვა დიდებით, აი იმ დიდებას არ ნახავენ სანამ ხორცი იქნება. აი ჩვენ ვნახავთ მანამ სანამ გარდავიცვლებით და ვნახავთ იმას, რასაც შემდგომში ყველანი ერთად ვნახავთ კიდევ ერთხელ, როცა დაბრუნდება უფალი დიდები და აქ საუბარია სწორედ იმ ხელთუქმნელ ნათლის ხილვაზე, რომელიც ხილვის ღირსის მოციქულები გახდნენ თაბორის მთაზე, ანუ ღმერთი თავისი დიდებით. ჩვენ წმინდათა ცხოვრებაში ვკითხულობთ, როცა ვკითხულობ და ვხედავთ, რომ ის წმინდანები, რომლებიც ამგვარი ხილვის ღირსი გახდნენ, ჯერ ისედაც ჩვენს უკვე განაცვლებული უნდა ვიყოთ ჩვენ სასופველის მოქალაქენი ვართ, ესეა და ესე უნდა იყოს, ეს განცდა უნდა გქონდეს, მაგრამ ისინი, ვინც ღმერთის ამგვარი ხილვის ღირსი გახდნენ, იმათი ცხოვრება რა თქმა უნდა სულ სხვანაირია. ისინი მართლაც აღარ არიან ამ სოფლის მოქალაქენი, ისინი პავლე მოციქულივით იტყვიან ყველანი, რომ მე აღარ მინდა ყოფნა, მე მინდა წავიდე უბრალოდ უფლის ნებას ვასრულებ, აქ ვარ. მე ცოცხალი აღარა ვარ, მე კი არა ვარ ცოცხალი, ჩემში იესო ქრისტე ცოცხლობს, ანუ ქრისტეს სიცოცხლე და შენი სიცოცხლე ამ დროს ერთ და იგივეა, ერთი მთლიანობა ხდება. და ამ სიტყვებს წმინდა წერილი გვეუბნება ფერისცვალების წინ და იქაც მართლაც ვინმე აქა მდგომარენი სამი მოციქული აიყვანა, ყველა არ აიყვანა. რატომ არ აიყვანა ყველა? იქ სხვადასხვა განმარტებებია და ყველაზე ღრმა განმარტება მაინც ის არის, რომ სხვა მოციქულები ამას ვერ დაიტევდნენ. ჯერ, მერე ყველამ დაიტია. აი პავლეს ვარ დაეტია ხელთუქმნელი ნათლის ხილვა, ის ხო არ მოექცეოდა. დაიტია პავლემ, რა საოცარია, ხო დაიტია პავლემ. რატო დაიტია? ის ხო სწორესულიერი ცხოვრებით არ ცხოვრობდა. არ ცხოვრობდა სწორესულიერი ცხოვრებით? ცოტა რთული საკითხავია, იმიტომ რომ მართალია ქრისტეს დევნიდა, მაგრამ ის იყო აბსოლუტურად გულწრფელი და უზაკველი ადამიანი. ვის არ შეშლია, მასაც ეშლებოდა. მისი გულმხურვალებიდან გამომდინარე ემსახურებოდა სიმართლეს, მაგრამ მართლა უანგარო იყო, მართლა უზაკველი, მართლა სუფთა და ამიტომ შეძლო მან ხელთუქმნელი ნათლის ხილვა და მოექცა და გახდა მორწმუნე. ამიტომ დანარჩენი მოციქულები იმიტომ არ იყვნენ, რომ იმ დროს მათ ჯერ კიდევ ამის გაკეთება არ შეეძლოთ. ამის აღქმის უნარი ჯერ არ ქონდა, ჯერ. და მერე უკვე მოციქულები კი არა მრავალი წმინდანი ხედავდა, იგივე ჩვენი წმინდა გრიგოლ ხანძთელი, ის ცხოვრებაში ვკითხულობ, როცა ის ლოცულობს, მთელი სცენა კი გაფრთხილებულია, ისე რომ იქ ახალმოსულებს გონიათ, რომ ხანძარი გაჩნდა. ხო და აი ჩვენ ამ სიტყვები რომ ამოგვიკითხა ეკლესიამ დღეს, მანამდე იქ არის როგორი სიტყვები, ხო, რომ საკუთარ თავის უარყოფაზე მიგვანიშნებს უფალი, რომ ვინც არ წარიწყმიდოს თავისი სული ჩემთვის, ვინც წარიწყმეს თავის სულს ჩემთვის, ის მოიპოვებს მას, ხოლო ვინც თავის სულზე იზრუნებს ეგოისტურად, იგი დაკარგავს მას. და ეს არის უმძიმესი ღვაწლი, საკუთარი ეგოიზმისგან განთავისუფლება, თავგანწირვით ცხოვრება, ძალიან რთულია. მაგრამ აი უფალი სამაგეროდ შემდგომ ესეთ რამეს გვეუბნება. იქ რა თქმა უნდა იმასაც გვეუბნება, გვიხსნის ლოგიკურადაც, რომ აი რა არის სულზე უფრო, ანუ მარადეულ სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი, რა არის, რა შეიძლება გაცვალო. პავლე მოციქულთანაც აღმოვიკითხეთ ეს, რასაც არ უნდა იქმოდეთ, ყველაფერს ღვთის სადიდებლად იქმოდეთ. საქმე იმაშია, რომ ადამიანებს ძალიან ხშირად უჭირთ უცებ გადართვა, რომ კი, მაგრამ ჩვენ ხო მონოზნები არა ვართ, ჩვენ ხო არაფერი, ჩვენ ეს სოფელი არ დაგვიტოვებია და როგორ უნდა წარვიწყმიდოთ საკუთარი სული ქრისტესათვის? რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს და რაც პავლე მოციქულმა თქვა, ესე უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი ღვთის სადიდებლად კეთდებოდეს. ქრისტეს გარეშე აბსოლუტურად არაფერი არ უნდა იყოს. სუნთქვაც კი, ამაზე ხშირად გვისაუბრია გონიერილოსთვის ერთ-ერთი ნაყოფი რა არის? სუნთქვაც ქრისტესთან მიწებებული რო ხდება, ქრისტეზე მიწებებული რო ხდება და ქრისტეს გარეშე რო აღარც კი სუნთქავ და დამერწმუნებ, თუ აღარც კი ისუნთქვებ ქრისტეს გარეშე, არც წყალს არ დალე, არც საჭმელს არ შეჭამ,
არც თეფს არ გარეცხავ, არც მანქანას მართავ, არც საქმეს აწარმოებ, არაფერს არ გააკეთე, არც დაქორწინდები, არც განქორწინდება ღმერთთვაში. არაფერს არ გააკეთე. ქრისტეს გარეშე, იმიტომ რომ ვერ გააკეთე. იმიტომ რომ თუ სუნთქავ ქრისტესთან ერთად. ჩვენ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ძილის დროსაც კი ვსუნთქავ. რადგან ლოცვა სულისათვის სუნთქვა და რადგან ლოცვა სუნთქვაზე მიწებებული ნიშნავს არა ფიზიკურ ვარჯიშს, თავისთავად ცხადია, არამედ არსობრივად ჩვენი ბუნების ნაწილი ხდება, მაშინ ყველგან და ყველაფერში იქნება ქრისტე და მისი დიდება. და მაშინ ეს ტვირთად რო შეიძლება გვეჩვენებოდეს სული წარწმე და ქრისტესათვის, სინამდვილეში ეს ის ტკბილი უღელი და სუბუქი ტვირთი იქნება, რომელზეც უფალი საუბრობს, რომ მოვედით ჩემთან, ყოველი მარშვალი და ტვირთწიმენი და მე გაანგისვენო თქვენ. ქრისტე შეგვეწიოს და ღმერთმა ხირცი გაგხვადოს ამგვარი ცხოვრების. ქრისტემ დაგვეცი. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდა